დღემშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს წიგნის ბაზრობას ხსნის კავკასიური სახლი. გვაქვს პატივი ბაზრობის სტუმრებთან წარვადგინოთ ჩვენი ერთ-ერთი უახლესი, უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებული გამოცემა. გამოცემის სახელწოდებაა იოჰან ვოლფგანგ გოეთე შემოქმედება ერთ წიგნად. წიგნს წარადგენს იდეის ავტორი, პროექტის ავტორი, ერთ-ერთი მთარგმნელი და ამ წიგნის მთავარი რედაქტორი, მწერალი, კავკასიური სახლის დამფუძნებელი ქალბატონი ნაირა გელაშვილი. ქალბატონ ნაირას წარდგენა არ ჭირდება ჩვენი საზოგადოების წინაშე, მაგრამ ალბათ მაინც მნიშვნელოვანია, რადგან წიგნი გერმანისტიკის დარგს მიეკუთვნება. ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ გერმანისტიკის დარგში ქალბატონი ნაირას მოღვაწეობის შესახებ. ქალბატონ ნაირას ჯერ ერთი დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გერმანისტიკის კათედრა. ამავე კათედრაზე გახლდათ იგი ასპირანტი და 1975-82 წლებში ასწავლიდა ამ ფაკულტეტის სტუდენტებს დასავლეთ ევროპული ლიტერატურის ისტორიას. და ეხლა მე მოკლედ ბევრს არ გავაგრძელებ, ჩამოვთვლ იმ ავტორებს, რომელთა შესახებაც ქალბატონ ნაირას გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, ან იმ ავტორებს, რომლებიც მას თარგმნილი აქვს ქართულ ენაზე. ძალიან შთამბეჭდავია ეს ჩამონათვალი. ფრიდრიხ ჰოლდერლინი, რაინერ მარია რილკე, ნოვალისი, პაულა მოდერზონ ბეკერი, ელზე ლასკერ შულერი, გეორგ ტრაკლი, გეორგ ჰაიმი, ფრიდრიხ ницშე, მარტინ ჰაიდეგერი, თომას მანი, ვილჰელმ იოზეფ შელინგი, ჰერმან ჰესე და აღარ გავაგრძელებ ამ ჩამონათვალს. რაც მთავარია, ერთი ნიუანსიც უნდა ავღნიშნოთ, ქალბატონი ნაირა ამ საქმიანობისთვის საქართველოს სახელმწიფოს არასდროს არ დაუჯილდოვებია და პირიქით უკანასკნელ პერიოდამდე ქალბატონი ნაირაც და მისი დაფუძნებული ორგანიზაციაც არის დევნის და შევიწროვების ობიექტი ამ პოზიციის გამო და ამ ლიტერატურის და მისი ღირებულებების ერთგულების გამო. ეხლა მე გავჩერდები და სიტყვას გადავცემ ქალბატონ ნაირას. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მადლობას მოგახსენებთ, რომ აი ამ ძალიან ცუდ ამინდში მოხვედით, რათა რაღაცა ერთად გვესაუბრა ძალიან დიდი შემოქმედისა და მოაზროვნის შესახებ. ერთი-ორი სიტყვით შევხვებოდით ამ დიდ ადამიანს. ეს წიგნი საქმე იმაშია, რომ გოეთე გახლავთ უკანასკნელი საუკუნეების ევროპის ყველაზე დიდი და უნივერსალური წარმომადგენელი. აი ეს არის მისი, ასე ვთქვათ, ყველაზე მოკლე დახასიათება. ეს არის, შეიძლება ითქვას, რაღაცა თვალშეუდგამი სიმაღლე, როგორც პოეტური აზროვნების თვალსაზრისით, ასევე უნივერსალურობის თვალსაზრისით, რომ ის ერთდროულად იყო პოეტი, შემოქმედი, პროზაიკოსი, ბუნების მკვლევარი, მეცნიერი, არ ვიცი და ამავე დროს ეწეოდა ძალიან ინტენსიურ პრაქტიკულ ცხოვრებას და ბოლო ხანებში და ძალიან დიდხანს ხელისუფლებას წარმოადგენდა ვაიმარის საჰერცოგოში. ამიტომ მინისტრი იყო, რასაც ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ მოდა და ყოველთვის ყოფილიყო პოეტი პირველ რიგში და ყოფილიყო აგრეთვე არაჩვეულებრივად ღრმა ადამიანი. როდესაც ვამბობთ გოეთეს, რა არის დღეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ის, რომ ეს კლასიკის თვალუწვდენელი სიმაღლეა მართლაც და სრულიად გამორჩეული ფენომენი, იმიტომ რომ დღესაც კი ფსიქოლოგები სვამენ შეკითხვას, როგორ მოახერხა ერთმა ადამიანმა ასეთი გრანდიოზული შემოქმედების დატოვება ამდენ სხვადასხვა დარგში. ეს არის რენესანსული ტიპი ადამიანი, რომელიც განმეორდა რენესანსის შემდეგ სწორედ აი
პერიოდში მე-18 საუკუნის გერმანიაში, რომელსაც სხვათა შორის გენიოსების პერიოდს უძახიან, იმდენი გენიოსი ერთად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მაშინდელ გერმანიაში. და აი ამით არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო, რომ აი ამ უზარმაზარ შემოქმედებით ცხოვრებას ხელი არ შეუშლია, რომ ყოფილიყო პრაქტიკულად ჩართული ადამიანის ყოველდღიურ პრობლემებში. და ესე იგი ის გზების გაყვანას ხელმძღვანელობდა, მეშახტეთა ცხოვრებას აწესრიგებდა განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისაგან და ყველანაირ სოციალურ პრობლემაში იყო ჩართული. აი სწორედ ეს უნივერსალობა არის ასეთი მიმზიდველი და ასეთი აქტუალური დღეს ჩვენთვის. და სწორედ აი ეს გოეთე, შილერი და გერმანული კლასიკის გენიალური წარმომადგენლები გვიკათავდნენ ჩვენ გზას ევროპისაკენ. საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებულად ძლიერი იყო მიდრეკილება გერმანული კულტურისა და ლიტერატურისაკენ, რაც თარგმანშიც გამოიხატა, რომ ინტენსიურად ითარგმნებოდა გერმანული კლასიკური ლიტერატურის შედევრები. და ასე ვიცნობდით ჩვენ ევროპას, გოეთე, შილერი, ჰაინე და ასე შემდეგ. და რაღაცა ისეთნაირად იყო, რომ საშუალო დონეზე მაღლა, ვისაც უნდოდა, რომ განათლებული დარქმეოდა საქართველოში, ის ვალდებულად თვლიდა თავს, რომ გოეთე და შილერი სახლში ჰქონოდა, გარდა ჩვენი კლასიკოსებისა. და უნდა ითქვას, რომ ეს ითარგმნებოდა კიდეც გოეთეს ფაუსტის 3 თარგმანი არსებობს საქართველოში. ბოლოს არის სრულყოფილებასთან ძალიან მიახლოებული დავით წერედიანის ფანტასტიკური თარგმანი ამ გოეთესი და რომ ნახოთ რამდენი რამეა გაკეთებული მაშინდელი გერმანისტიკის სფეროში, სიამაყის განცდა გაგიჩნდებათ, რომ ეს პატარა ქვეყანა, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პატარა ქვეყანა ამდენს შრომობდა სულიერად და ინტელექტუალურად. ძალიან მაღალი, ასე ვთქვათ, იყო ეს მაჩვენებლები. მე არ ვიტყვი, რომ ის იყო საკმარისი, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოს დარქმეოდა არა მხოლოდ კულტურის, ხელოვნების და თეატრის, კინოს ქვეყანა, არამედ აგრეთვე აზროვნებისაც და თარგმნელობისაც. მოკლედ, აი ასეთი ის არის და ჩვენი წიგნი შედგენილია როგორი პრინციპით, იცით, რომ ესე იგი ერთ წიგნად, ეხლა ესეთ გრანდიოზული შემოქმედება ერთ წიგნად როგორ უნდა წარმოადგინო, როგორ უნდა მოაქციო, ხო, ერთ წიგნში. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ, რომ მისი ყველა ჟანრის ნაწარმოები რაღაცნაირად ასახულიყო ფრაგმენტის სახით, და მასზე დაწერილი თომას მანის მაგალითად გენიალური ესეების სახით, და ესე იგი კიდევ რაღაცის სახით, რომ ეს არის საგანმანათლებლო წიგნი. დღეს თუ კიდევ ვინმეს აქვს ეს ამბიცია, რომ იყოს განათლებული, თუ კიდევ არის გარკვეული რაოდენობა ჩვენ საზოგადოებაში და ახალგაზრდების, რომ მათი მიზანი არის იყვნენ განათლებულები, რადგან ამის გარეშე ყველა ქვეყანა დაიღუპება და ელემენტარულად სწორედ განათლების უკიდურესად დაცემა არის დღევანდელი საქართველოს აბსოლუტური წარუმატებლობის მიზეზი ყველა სფეროში. თუ კიდევ ვინმეს აქვს, მაშინ უნდა აიღოს ეს წიგნი და იკითხოს. იმიტომ რომ ეს იძლევა აზროვნებას, ეს იძლევა განათლებას და ამ გონებას ხსნის აზროვნებას და სამყაროს მხატვრულ აღქმას გასწავლით და არის არაჩვეულებრივად საღი ადამიანის დაწერილი, რაც დამახასიათებელია საერთოდ კლასიკისათვის. შინაგანი წონასწორობა, აზრის სისაღე, რომ არ გადავარდეს არც ერთ უკიდურესობაში და იყოს მუდამ აი ოქროს წონასწორობაში. ეს კლასიკას ახასიათებს. ამისი აქ ცენტრში დგომა და აქედან სამყაროს დანახვა. ამავე დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, რომ ეს დიდი წარმომადგენლები საკაცობრიო ლიტერატურისა და სულიერი ცხოვრებისა ვიწრო სივრცეში არ აზროვნებდნენ. ისინი აზროვნებდნენ სამყაროს ტრაექტორიით, ღმერთი, ადამიანი, ბუნება. აი ამას ეს აი აქ ტრიალებდა გონება ამ უზარმაზარ სივრცეში
და ისე არ იყო ეხლა ოთახიდან არ გადის ადამიანი და მხოლოდ თავის შეგრძნებებზე წერს მხოლოდ თავის ტკივილებზე რას ტკივა რა მოსწონს რა არ მოსწონს ეს არის იმის მაჩვენებელი რომ შემოქმედი თავის დროზე ვერ მაღლდება ის ამ დროის პროდუქტია თვითონ და განასახიერებს არა უკვე იმ სახსულს და სახაზროვნებას რომელიცაც იმედი ნუგეში და შინაგანი საფართოვე მოაქვს მკითხველისათვის არამედ განასახიერებს თავად ეპოქის დაავადებას აი ეს არის რაცაც უნდა და ის წვეტა კლასიკასთან კლასიკურ სულიერ მემკვიდრეობასთან რაც მოხდა როგორც ჩვენში და ისევე ევროპაში ისე რომ ბერტოლ ბრეხტი წერდა რომ გოეთე გერმანელებისათვის უკვე მკვდარიაო ეს წინა საუკუნეში ითქმება მისგან არაფერი აღარ დარჩა მის ნაციაში არაფერი აღარ აინტერესებს დღევანდელ ევროპას თავისი კლასიკოსებისაგან ისევე როგორც ჩვენთან უბრალოდ ითვლება რომ ვეფხისტყაოსანი რუსთაველი ილია ერთი ნახეთ ადამიანი ვის აქვს წესიერად წაკითხული რომელიმე შედევრი და რომელიმე ნაწარმოები ათვისებული ეს არის სრულ ზედაპირზე სრიალი აბსოლუტური მოჩვენებითობა იმის გაბედულებაც არ აქვს ადამიანს დღეს იმდენად ფარისევლობაშია ჩავარდნილი თქვას რომ არ მაინტერესებს არ ვკითხულობ, არ ვიცი და აი ასეთ ძალიან კარგად ვცხოვრობ. აი ამისი გაბედულება უნდა გქონდეს. რომ ვიცოდეთ, ხო, ყველაფერი გავარკვიოთ და ეხლა დღეს ესე იგი, ამიტომ ამბობს გოეთე რომ გამდიდება პიროვნებისთვის ისევე შეურაცხყოფელია, როგორც გალავძღვაო. დიახ, განდიდება უფრო შეურაცხყოფელია. ასეთი ყალბის განდიდება, როდესაც იყენებს შენი მიზნებისათვის იქ ციტატას ამოგლებს, იქ იმას როდგო გამოიყენო, რაღაც პრაქტიკულ სიტუაციას შენ გამოგადგეს. ესეც სახმარი ღირებულებაა, ესეც ის არის მომხმარებლის დამოკიდებულება, მაგრამ არავის აღარ სურს იმ სულიერ სიღრმეს ეზიაროს, არავის აღარ სურს იმ სიღრმეში და ყოველ მხრივ დაინახოს სამყარო, ადამიანი სად ცხოვრობს, რატო ცხოვრობს ამ დედამიწაზე, რომ ის სამყაროს მოქალაქეც არის და დედამიწის მოქალაქეც არის. და არ ჩაიჭედოს ერთ რაღაც სოციალურ თუ პოლიტიკურ პრობლემატიკაში. აი ამიტომ არის ესოდან მნიშვნელოვანი ეს წიგნი, რომელიც თქვენ სულიერად გაგამდიდრებთ. ძალიან ცოტა რამეზე შეიძლება დღეს თქმა, რომ ხელში აიღეთ და მას სულიერად გაგამდიდრათ. იმაზე უფრო უკეთესი გაგხადათ. ნუგეში მოგცათ, მოგიწოდათ, ეს მომწოდებლური ის არის ლიტერატურა, რომ ასე არ შეიძლება ცხოვრება, გეუბნება როგორც შენ ცხოვრობ. შენ მაღალი იდეალებისათვის დაბადებული არსება ხარ. შენ იმისთვის ხარ დაბადებული, რომ იცოდე, რომ სამყაროს შვილი ხარ და ამ სამყაროს თავისი შემოქმედი ყავს. აი უკან წამწყარებული გოეთეს ციტატა, პირველივე არც ერთ შემთხვევაში არ ვისურვებდი უარი მეთქვა იმ ბედნიერებაზე, რასაც ადამიანს ანიჭებს რწმენა, რომ ცხოვრება სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. ვიტყოდი, რომ ისინი, რომელთაც სხვა ცხოვრება არ ასწამთ, არც ამ ცხოვრებისთვისაც, ამ ცხოვრებისთვისაც მკვდრები არიან. აი ესეთი არის გოეთე და კიდევ მისი გენიალობა იმაში მჟღამდება და ეს არ ახასიათებს ყველა გენიალს, რომ განსჭვრიტა მთავარი კატასტროფა საიდანაც კაცობრიობა მიდიოდა. და ეს აღმოაჩინეს უკვე მე-20 საუკუნის დიდმა მოაზროვნეებმა, როდესაც დახედეს, რომ ეს პოეტი კაცი გეუბნება იმას, რაც დღეს უკვე თავს დაგატყდა შენ. პიროვნება რომ შთანთქა მასა, რომ აღარ არსებობს პიროვნული, ინდივიდუალური მკვეთრი აზრი, მაშინვე წაშლილია მასის ორდინალური და აგრესიული ნიჰილიზმით. რომ ტექნიკა, რომლის ჩასახვაც დაიწყო სწორედ მექანიზაცია და აი ეს ტექნიკის განვითარება და აღმავლობა სწორედ გოეთეს ეპოქაში და მაშინ ისეთი ხბოს ახტაცებით რომ შეცქეროდა კაცობრიობა ამ ყოველივეს მანქანური საუკუნის დადგომას, რომ ეს მოგვიტანს კეთილდღეობას, ჩვენ ყველა პრობლემას გადავჭრით და ვიქნებით ბედნიერები ამ დედამიწაზე, მოიტანა დედამიწის განადგურება, სიცოცხლის განადგურება და დღეს მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რასაც არაცნობიერებს
სპეციალურად და საგანგებოდ არც პოლიტიკა, არც ბიზნესი, არც არავინ, იმიტომ რომ არავისთვის ეს მომგებიანი არ არის. დღეს თავარი პრობლემა ისაა, რომ თვითონ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე დედამიწაზე. თვითონ დედამიწა იღუპება. იღუპებიან ზღვის ბინადარნი, მცენარეები და ყველაფერი ადამიანის გაუმაძღარი სიხარბის გამო. იმ გაუმაძღრობის გამო, რომ ყველაფერი თვითონ უნდა მოიხმაროს. ერთი მანქანა კი არ უნდა ყავდეს, უნდა ყავდეს 20. უნდა გქონდეს 100 აგარაკი. აი მაგ გაუმაძღრობას შესწირეს თვითონ სიცოცხლე, რომელიც დღეს გადარჩება, თუ არ გადარჩება, ამას ვერავინ ვერ იტყვის დანამდვილებით. აი ასეთი შესავლის შემდეგ შემიძლია და ნახევარი დრო ჩვენი გავიდა, ბევრი გვაქვს სათქმელი და ორი გზა შეგვიძლია ავირჩიოთ ქალბატონო ნაირა, ან წავიკითხოთ ფაუსტიდან მონაკვეთები, ან რაც თქვენ შერჩეული გაქვთ. აი წიგნი იწყება მარკოზის სახარებაზე ამბობენ, რომელიც ყველაზე მოკლე სახარებაა, რომ სპეციალურად დაიწერა ასეთი მოკლე, რომ განკუთვნილი იყო იმ რომაელი ახალგაზრდებისათვის პირველი საუკუნის, რომელსაც კითხვა ეზარელოდა და სწავლა-განათლება არ უყვარდათ, როგორც ყველა დროის ახალგაზრდებს. და ამიტომ ეს ძალიან მოკლედ და შეკუმშულად იქნა დაწერილი და მართლა ბევრი წამოეგო უკვე მაშინ იმ საუკუნეში, რომ დაიწყეს კითხვა, ნუ პატარაა და წავიკითხა ახლა ხელად. და სამუდამოდ დარჩნენ მერე მის სივრცეში. ხო და ყველა საუკუნეში ეს ხდებოდა და ჩვენც პატარ-პატარა იმით დავიწყეთ ეს წიგნი არ დავიწყეთ დიდი ნაწარმოებებით, არამედ აფორიზმებით, მოკლე აზრებით, გამონათქვამებით, გოეთეს საუბარში, გოეთეს აზრები, გოეთეს ხუმრობა, გოეთეს რაღაცა რომ შეიტყოს ცოტა მკითხველი და მე უკვე სერიოზული ნაწარმოებების ფრაგმენტები მოყვება ამას. და რითი არის განსხვავებული ეს წიგნი არის აკადემიურობის პრეტენზიით, როგორც კავკასიური სახლის წიგნების უმეტესობას აქვს აკადემიური დონე, რასაც გამომცემლობები ძალიან ასე ვთქვათ აგდებით ეკიდებიან საერთოდ. მას აქვს კრიტიკული აპარატი, დართული, სახელთა საძიებელი, როგორც უნდა იყოს, 1000 განმარტებები და ასე შემდეგ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დართული შიგნით შესულია საუკეთესო გერმანული ლიტერატურული ენციკლოპედიებიდან ყოვლად მაღალი დონის აკადემიური წერილები გოეთეს ამა თუ იმ ნაწარმოებზე და უბრალოდ ნახეთ ეს დონე თვითონ ლიტერატურად მცოდნეობისაც როგორ წერენ, როგორ აანალიზებენ, როგორ ხედავენ და ასე შემდეგ. აი ეს არის ამ წიგნის ღირსება და მთელი ჩვენი მთარგმნელების ყველა თაობა არის წარმოდგენილი. დაწყებული გერმანისტიკის პატრიარქით ბატონ ოთარ ჯინორიათი ჩემი ის იყო მასწავლებელი, მისი თარგმნილი ლექსები და ბრწყინვალე გერმანისტით რეზო ყარალაშვილით, რომელიც ძალიან ადრე გარდაიცვალა და არაჩვეულებრივი მკვლევარი იყო ევროპული მასშტაბის ჰერმან ჰესესი. აი წაიკითხეთ აუცილებლად რეზო ყარალაშვილის წერილი გოეთე და ტექნიკური საუკუნე. როგორც წინასწარმეტყველებს 2 საუკუნით ადრე პოეტიკაცი, რომ აი ახლა რაც ხდება ბუნებას რო ასე ექცევით, თქვენ რო რკინა ჩააყენეთ ბუნებასა და თქვენს შორის, მიკროსკოპით იკვლევთ და ჩაგრავთ ბუნებას, ეს მიგიყვან თქვენსავე განადგურებამდე. აი არაჩვეულებრივი წერილია რეზო ყარალაშვილის, რომელიც ადრე გარდაიცვალა სამწუხაროდ 99 წელს და იყო ბრწყინვალე გერმანისტი, აი ჩვენ და საუბედუროდ გარდაიცვალა ადრე. და ხო არ ამოვიკითხოთ, თქვათ, აი ეს გამონათქვამები ბევრი ეხება, თქვათ, თავისუფლებას, მოვალეობას, სიმახინჯეზეც წერს რაღაცებს, როგორც ვიცი, ეკლესიის შესახებ და ასე შემდეგ. აი ხა ისეთი ცნებები, რომელიც დღეს ყოველწუთს ესე იგი ყველამ რო იცის რა არის თავისუფლება. ხო ყველა ზარეულმა, იმან საბავშვო ბაღის ბავშვმა, ტაქსისტმა ყველას შეუძლია ამ ურთულეს კატეგორიაზე და ურთულეს მოვლენაზე თავისი ძვირფასი აზრი გამოთქვას. და მთლიანად გაგებულია როგორც ის რო არის გამოთქმა ქართული, ხო იცი, გიჟი თავისუფალიაო. აი ესე არის გაგებული სიგიჟეთ.
თავისუფლება. ესე იგი, რას ამბობს გოეთე და რაოდენ დასამახსოვრებელია ეს. თავისუფლება ეს არის შესაძლებლობა ყველა სიტუაციაში მოიქცე კეთილგონივრულად. აი როგორი გენიალური განმარტება თავისუფლების, რომ დღეს ვერც მიხვდება ადამიანი ჩვენთან ამ სივრცეში, რას გულისხმობს კაცო ეს კაცი, რა კეთილგონივრულობა რა შესაძლებლობა მოიქცე ყოველთვის კეთილგონივრულად. ესე იგი ამას მივყავართ სწორად მოვალეობის ცნებასთან, არავითარი თავისუფლება მოვალეობის გარეშე საერთოდ არ მოიაზრება, ეგ არის აღარახსნელობა და მოვალეობაზე ამბობს, მოვალეობა ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა ძნელია თუ სერიოზულად ეკიდები მას. მოვალეობა ძალიან ძნელია, მაგრამ მხოლოდ მოვალეობის შესრულებისას იგებს ადამიანი ვინ არის თვითონ. რა ხდება მის თავს შინაგანად, თვითონ შეიცნობს თავის თავს მხოლოდ მოვალეობის შესრულებისას. აბა თავისუფლად და თვითნებურად ცხოვრება ყველას შეუძლია. წერს გოეთე. შემდეგ არის მაგალითად ასეთი რამ. კაცობრიობა ვახსენე წეღან და ისეთი საყვარელი და დამაიმედებელი გამონათქვამები აქვს, იცით? ეხლა ყველას ლანძღავს, ყველა კაცობრიობასაც ლანძღავს და ერთმანეთს და თავის თავს. ეს არის სწორედ ის მეფისტოფელური სული, რომელიც ფაუსტში მოქმედებს. ეს არის ყველაფრის უარმყოფელი სული. არაფერი კარგი არ უნდა დაინახოს და თუ რამე კარგია, აუცილებლად სახელი უნდა გაუტეხოს. აი ეს არის მეფისტოფელის, ანუ ეშმაკის, დამანგრეველი ბოროტი ძალის მოქმედება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და სამყაროში. უარყოფელი, ყველაფერში ეჭვნა შეიტანოს. მხოლოდ ცუდი, მხოლოდ უარყოფითი. აი ეს არის მეფისტოფელი, ფაუსტ რომელიც ამოძრავებს და გოეთე რომელიც წინასწარ მეტყველებს, ასეთ რამეს ამბობს, ერთ მშვენიერ დღეს ღმერთს აღარ მოეწონება ადამიანი და თავისი შექმნილი სამყარო და ის ამ სამყაროს აღგვის პირისაგან მიწისა და შექმნის ახალს. ანუ როგორც ეს არის აპოკალიფსში, ეს აღარ მოეწონება და ჩვენ უკვე მისული ვართ იმ ზღვრამდე, როდესაც მოსაწონი ძალიან ცოტაა თავის შექმნილ სამყაროში ღმერთს, მაგრამ აქ არ ჩერდება, აქ რო ჩერდებოდეს გოეთე აღარ იქნებოდა. ნახეთ რას ამბობს, როგორი საყვარელი მანუგეშებელი სიტყვებია. მაშ გაიგონე თუ არასდროს გაგიგონია, კაცობრიობას აქვს საკმაოდ თაქიზის სმენა. ერთი რამ წმინდა სიტყვა იწვევს მრავალ მშვენიერ საქმეს და კაციც როცა იგრძნობს გასაჭირს მძიმეს, სიამოვნებით იღებს სხვისგან გონიურ ურჩევას. ნახეთ უკიდურესი გასაჭირის ჟამს ის უკიდურესი, როდესაც უკვე დაღუპვის ზღვარზეა ყველა, რაღაცა გონივრული შემოატრიალებს ამ კაცობრიობას. ამის იმედსაც გამოთქვას, თორე ადამიანმა რომ ეს მიიყვანა დაღუპვამდე, ეს ცხადია. ცოტა დრო გრჩება და გავაკეთოთ არჩევანი ლექსი, წავიკითხოთ რომელიმე თუ რომაულ ელეგიებზე გვეტყვით ერთ-ორ სიტყვა. არ ვიცი როგორც კიდათ ისე გავაკეთოთ. წავიკითხოთ მაშინ. ქართულად? ანუ გერმანულად და მერე ქართულად შევადაროთ. გერმანულად მაშინ ესე გავაკეთოთ ჩვენ, აი ეს ფაუსტი, რომელიც უბრალოდ მართლა ყველამ უნდა იცოდეს და ყველას უნდა წაკითხული ჰქონდეს. იმიტომ რომ მარადიული პრობლემა წყდება აქა, რომელიც დღეს არის აფეთქებული სწორედ კაცობრიობაში. ეს არის ადამიანის ურთიერთობა, როგორც კეთილსაწყისთან, ასევე დამანგრევალ და ბოროტ საწყისთან, როგორ ხდება ეს ადამიანში.
და იცით თქვენ რა მეფისტოფელი არის გამოყვანილი სწორედ თან ამ სიდიადე ამ ნაწარმოების იმაშია კიდე რომ იუმორია ძალიან ბევრი ნაწარმოები უზარმაზარი დაწერილი არაჩვეულებრივი ლექსით მაგრამ ეს არ არის ამას ქვია ლეზე დრამა გერმანულად ანუ წასაკითხი დრამა წასაკითხად არის გაკეთებული არა დასადგმელად იმიტომ რომ იმდენად ფილოსოფიურია და ამას ამთავრებს გოეთე თავის ღრმა მოხუცებულობაში მთელი ცხოვრება წერდა იმიტომ რომ ამ ნაწარმოებთან ერთად იზრდებოდა რა მოუვა ადამიანს ვისთან დარჩება ღმერთთან თუ ეშმაკთან კიდევ იმ არჩევანს აკეთებს რაც გააკეთა ბიბლიის მიხედვით ედემის ბაღში როდესაც ეშმაკის გზას გაყვადა არა ღმერთისას აი კიდევ ის მოხდება სად იქნება ეს ადამიანი აი ამასთან ერთად იზრდებოდა თვითონ და ამიტომ ბოლოს გვიან დაწერა ეს და უკვე მოხუცია და არავინ მისი ირგვლივ ცოცხალი აღარ არის მისი მეგობრებიდან ვისაც ესმოდათ მისი ნაწარმოები მისი შინაგანი ცხოვრება ის რით ის იტანჯებოდა ისი თქმაც უნდოდა რაც უნდოდა დაეტოვებინა კაცობრიობისათვის აღარავინ აღარ არის ცოცხალი თვითონ უკვე ძალიან მოხუცია რამდენიმე წელი დარჩა სიკვდილამდე და მიძღვნა ამ გენიალურ უზარმაზარ ნაწარმოებს სადა რომელსაც უძღვნის თავის იმ უკვე წასულ მეგობრებს მკითხველებს რომლებსაც მისი ესმოდათ ესმით ხო და ჩვენ შეგვიძლია ქართულად წავიკითხოთ შეგვიძლია ნუ მოკლედ ქართულად გეტყვით შინაარსი ეს არის რომ აი თქვენ ისევ ხედავთ როგორც მორიალი აჩრდილებს ყველას ვისაც გესმოდათ ჩემი გულის თქმა ვისაც ჩემი სიტყვა გესმოდათ თქვენ ახლა აღარ ახართ აჩრდილებად მოდიხართ ჩემთან და მაქვს კი მე ახლა იმის ძალა რომ დაგელაპარაკოთ გარდაცვლილებზეა ლაპარაკი ყველა გარდაცვლილ მეგობარზე და ახლობელზე სულიერ მეგობარზე და ახლობელზე მაშ ვისთვის წერ ახლა ამას და ეს ნაწარმოები გოეთე გამოდის ძლივ-ძლივით ესე იგი მთელი ცხოვრება წერდა და კი დამთავრდა აი დავამთავრე ეს მაგრამ ვისთვის ვინ არიან უცხო ბრბომ უნდა მოისმინოს ახლა ჩემი გულის ტკივილი და ვაება და სიმღერა აი როგორც გალაქტიონს აქვს სხვა ხალხის ისმის აქჯრიამული უცხო ხალხი ბრბომახოვია გარშემო ვისთვის არის ეს აი ეს არის მთელი შესავალი და ნუ თუ მე მაინც უნდა ვცადო და ეს ისევ გავაცოცხლოთ თქვენი სიყვარული ჩვენი ურთიერთობები და აი ას გიძღვნით მაინც ამ სიმღერას მიუხედავად ყველაფერს აი ასეთი არის და მე არის უბწყინვალესი ლექსი თვითონ ეს მიძღვნა უბწყინვალესი ლექსია და აი ესე იწყება აი მიახლოვდებით თქვენ გარდაცვლილო არჩდილებო ისევ მოდიხართ ჩემთან და ასე შემდეგ გერმანულად ასე ჟღერს Ihr naht euch wieder schwankende Gestalten die früh sich einst dem trüben Blick gezeigt Versuch ich wohl, euch diesmal festzuhalten. Fühlt sich mein Herz noch jenem Wahn geneigt. Ihr drängt euch zu, nur gut, so mögt ihr walten, wie ihr aus Dunst und Nebel mich steigt. Mein Busen fühlt sich jugendlich erschüttert vom Zauberhauch der euren Zug. Umwittert. Ihr bringt mit euch die Bilder froher Tage und manche lieben Schatten steigen auf. Gleich einer alten, halbverklugenen Sage kommt erste Liebe und Freundschaft mit herauf. Der Schmerz wird neu. Der Schmerz wird neu. Es wiederholt die Klage des Lebens labyrinthisch ihren Lauf und nennt die Guten, die in frohen Stunden vom Glück getäuscht in Welt hinwegschwunden. Das ist შემდეგი ბოლომდე ხო არ წავიკითხავ. და ერთი პატარა ლექსით მინდა დავამთავრო. რომელიც მას ასევე ძალიან გვიან დაწერა უკვე ემშვიდობება
ამ სიცოცხლეს და სამყაროს, რომელიც მას საზღვროდ უყვარდა და ადამიანებს სიცოცხლის სიყვარულს ასწავლის. ეს იყო კაცი, რომელსაც შეიძლება დაპირისპირებოდა ნებისმიერ საეკლესიო რელიგიურ დოგმებს და ყველა მიღებულ ჭეშმარიტებას და ასე შემდეგ. და ესე ხო არ რაღაცა memento mori გახსოვდეს სიკვდილი ამან შეცვალა და რა ვივერ memento გახსოვდეს სიცოცხლე ხო და აი ამ სიყვარულის სიყვარულს და მისი სიღრმისა და სილამაზის დანახვის უნარს ასწავლიდა ყველას და ერთი ძალიან სევდიანი და არაჩვეულებრივად მუსიკალური ლექსია რითაც დაემშვიდობა ყველას ერთხელ ქოხის კედელზე მიაწერა ტყეში ქონდა ერთი ქოხი რაღაც მონადირეო ქოხს ეძახდა თუ რაღაცას და ასე ჟღერს ყველა მწვერვალზე სიმშვიდე სუთევს ყველა კენწერო გაყუჩებულა არის მის ჩქამიც აღარ გალობენ ტყეში ჩიტები მოიცა მალე დადგება ჟამი შენს დამშვიდდება დიდი მადლობა მეგობრებო დიდი მადლობა ქალბატონო ნაირა და ძალიან გთხოვთ ეწვიეთ ჩვენ სტენდს შემოხვალთ და ხელმარჯვნივ კავკასიური სახლის ეს უნიკალური გამოცემა და სხვა წიგნები გელოდებათ თქვენ დიდი მადლობა სხვათა შორის პარალელურად ანდრო ჭიჭინაძის რეცენზიას კითხულობდნენ ბატონი გივი მარგველაშვილის წიგნის შესახებ და ესეც სიმბოლური იყო ჩემი დეიდაშვილია ხო გავარ ნანუკას უფრობა ლაშა გამარჯვება. როგორ ახარ? გაჩერდი? დაელოდე? აბა ეხლა რა არის? არა. რა წესი ხა? აბა ეხლა ნოია.